ბოლო ორ დღეში ორი გარდაცვლილი უსახლკაროთა თავშესაფარში. გულში მამაკაცი გარდაიცვალა, დღეს თბილისში მოხუცი ქალი. რა გახდა სიკვდილის მიზეზი და რატომ ხდება, რომ სპეციალურად სიცოცხლის გადასარჩენად მოწყობილ ადგილებში ადამიანები იღუპებიან? ჩვენი ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი მუშაობს თემაზე. დავით, პირველ რიგში რა მოხდა თავშესაფრებში და რატომ გარდაიცვალნენ ადამიანები? შეიძლებოდა თუ არა მათი გადარჩენა? რაც შეეხება მომხდარს, როგორც ის ადამიანები საუბრობენ, რომლებიც ამ ქალბატონის გარდაცვალებამდე მასთან ერთად ცხოვრობდნენ საკანში, ისინი ამბობენ, რომ ქალბატონი 30 დეკემბერს შეიყვანეს კარავში, მას აღენიშნებოდა ფსიქიატრიული პრობლემები და ის მთელი ერთი კვირის განმავლობაში არ იკვებებოდა. შესაძლოა სწორედ ეს გახდა გარდაცვალების მიზეზი, თუმცა უცნობია რეალური მიზეზი. ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი და როგორც ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე სამართალდამცველები სწორედ ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. მოსკოვის გამზირზე თავშესაფარში სტატისტიკური მონაცემებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში 1611-ჯერ დარეკეს სასწრაფო დახმარების ბრიგადაში. იქ სულ 151 მიუსაფარი ადამიანი ცხოვრობს და აქედან 13-ს აქვს ქრონიკული დაავადება. არც აჭამდა, არც ასვამდა, ტანსაცმელს იხდიდა, მოჩვენებები ჰქონდა, ღამე იხდიდა, დღე ეძინა, ხან დღე ეძინა, ღამე მოჩვენებები ჰქონდა და ვიღაც კაცებს ეჭუბებოდა. ტიტველი ეგრე იხდიდა და ეგრე არაფერს არ იმასაშორებდა, ჭურჭყიანი, ჭურტლიანი, დაბანეს, გაასუფთავე, ჩააცვეს, მაინც არ ჩერდებოდა, იხდიდა. ამ ეტაპისთვის კლინიკური დიაგნოზი გარდაცვალების ფორმირებული არ არის, ამას დრო ჭირდება, ამას ექსპერტიზა ჭირდება. ეს თავისთავად არ იყო შემთხვევა, აქ არ არის სამედიცინო დაწესებულება, აქ არის საცხოვრისი. ფაქტია, უნება, ცხოვრება, გარდაიცვალა ადამიანი, მას მოყვანის დღიდან მოვლის გარდა სამედიცინო ყურადღება არ აქვს, თუმცა რაიმე განსაკუთრებული ჩივილი, სამედიცინო ჩვენება, დიაგნოზი მას ფორმირებული არ ქონია. სამართალდამცველების ჩართვის და აუცილებლობის გარემოებას მე პირადად ვერ ხედავ. მე როცა ვსაუბრობ ექსპერტიზაზე, ეს არის სამედიცინო ექსპერტიზა. მთელი ღამის განმავლობაში ეს ადამიანი შეუცვლოდ გახდა, შემდგომ სტაბილური მდგომარეობა იყო და დილისთვის გარდაიცვალა. როგორც ასეთი რაღაც შესაბამისი პირობების გამო ეს ადამიანი არ გარდაცვლილა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოხდა სამწუხარო დესპანი. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა გორში მამაკაცი გარდაიცვალა. ცნობილია, რომ მას იგი ძლიერად იყო ნასვამი და სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა. მე ვეთქვი მაყურებელს, რომ მიუსაფართა კარვებში ალკოჰოლური სასმელების შეტანა აკრძალულია და ეს მინიშნება დგას ასევე ტერიტორიაზეც და ასევე მინიშნება არის ყველა კარავთან. როგორც ცნობილია, ადამიანი სამწუხაროდ ხშირად სვამდა სასმელს. იქ გარკვეულწილად მეტაკლებად შეზღუდულია ამის გაკეთება და ვფიქრობთ, რომ გულმა უღალა და იმიტომ რომ დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა, როგორც იქ ყოფები აცხადებენ. უსახლკაროთა თავშესაფარი მდებარეობს ქუთაისში, სწორედ ქუთაისის თავშესაფარში მონიტორინგი აწარმოა სახალხო დამცველის აპარატმა და მის ეს რეკომენდაციები ქუთაისის მერიას, როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენლები აცხადებენ, იქ არის გარკვეული დარღვევები და სწორედ ამ დარღვევების გამოსწორებისკენ მოუწოდა მერიას სახალხო დამცველის აპარატმა. როდესაც მე უთხარი აქ რა პირობებით იყო და ვკითხე თვითონ რომ კიდევ რა უნდა გქონდეს მეთქი, ასეთი მან ვერ დამისახელა, ასე რომ პრინციპში ამაზე სხვა კომენტარს ვერ მოგცემთ. ანუ რეალურად კიდევ რა უნდა იყოს არ ვიცი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ მათ აქვთ სითბო, აქვთ ელექტროენერგია, აქვთ სველი წერტილი, აქვთ კვება, მუდმივად პატრულირებს საპატრულო ეკიპაჟი, მუდმივად მზადყოფნაშია 112-ის სამედიცინო ჯგუფი და დროებით თავშესაფარი ასეთი. გამოიკვეთა რამოდენიმე სახის პრობლემა. აღნიშნულის თაობაზე სახალხო დამცველმა გაავრცელა შესაბამისი განცხადება და მოუწოდა ქუთაისის მერიას გამოიჩინოს უფრო მეტი ყურადღება თავშესაფარში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით, რათა ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი სათანადო პირობებით. კერძოდ რა პრობლემები ჰქონდათ ბენეფიციარებს? იქ იყო პრობლემა ანტისანიტარიის, იყო გარკვეული პრობლემა პირველადი მოხმარების საგნების, არასაკმარისი ოდენობის,
და იყო ასევე ერთ-ერთ კარავში თვითონ პრობლემა იმის რომ წყალი ჩამოვდით. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უსახლკაროთა ერთ ადგილას თავმოყრა მოხდა, ასევე მოხდა მათი აღრიცხვა, მათ სისტემატიურად აწვდიან საკვებს და მუდმივად მიმდინარეობს მათი კონტროლი. რაც შეეხება სახალხო დამცველის აპარატს, მათი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მონიტორინგს გააგრძელებენ და უკვე ორშაბათიდან დაიწყებენ თბილისში უსახლკაროთა კარვების მონიტორინგს. დიდი მადლობა დავით ქაშიაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.